აი ხა მოდის ზემოთ ინდიკატორი. რო ვლაპარაკობ. ეგ არის. 1 2 3 გადავწყვიტე. ჯერ ერთი გამარჯობა, დავიწყე ჩემი პოდკასტი, რომელთან დაკავშირებითაც უამრავი ადამიანი მეუბნებოდა, რომ უნდა დაიწყო რაღაც ახალი, დაიწყო ისე, როგორიც ხარ, შენებურად, გულწრფელად და გადავწყვიტე, რომ ვილაპარაკო მეც, ოღონდ აქ ძალიან მეცინება იმასთან დაკავშირებით, რომ თავად ვიცინი ხოლმე ძალიან ბევრს, იმიტომ რომ აი ქვა რომ ააგდო, ნებისმიერ შემთხვევაში დაეცემა ნებისმიერ პოდკასტერს და იუთუბერს და ბოდიშს ვიხდი, ოღონდ არ იფიქროთ, რომ რაიმე კუთხით გაჰეითებთ, არა, პირიქით გულშემატკივრობთ, იმიტომ რომ მიგულშემატკივროთ მეც. რაც შეეხება დანარჩენს, თუ ვინ ვარ, რა ვარ, როგორი ვარ, რანაირი ვარ, პატარა ტიხრიდან ნახეთ, რომ პოდკასტს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მივანიჭე სათაურის ნაწილში და გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი მარტივად დამესათაურებინე და დავარქვი ზუსტად ისე, როგორც არის ჩემი სახელი, როგორც მე მომწონს, როგორც მომმართავენ და რომელი სახელითაც შემიყვარა ძალიან ბევრმა ადამიანმა და ერთგვარად აი ამ სიყვარულის დაბრუნების ფაზაში გადავწყვიტე, რომ უნდა ვილაპარაკო ყველაფერზე. ნიკუშა ასე ერქმევა YouTube არხს, რომელზეც მომიძებნით მარტივად და აქვე უნდა გითხრათ, რომ უნდა გამომიწეროთ, უნდა დამაფოლოვოთ, უნდა მომძებნოთ ყველგან TikTok-ზეც, Instagram-ზეც, Facebook-ზეც და რაც მთავარია არ უნდა დაგავიწყდეთ, მონიშნოთ ზარის ღილაკი იმისთვის, რომ არ გამოტოვოთ არც ერთი სიახლე, რომელზეც ეტაპობრივად და ძალიან ბევრს გელაპარაკებით. და რატომ დაუშვათ არა ნიკუშა ბედნიერი, რომელთაც მომმართავთ ხოლმე? იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში არ უნდა შევიზღუდო საკუთარი თავი და ეს პოდკასტი, ეს არხი თავიდან ბოლომდე უნდა იყოს ზუსტად ჩემი ანარეკლი. დაახლოებით ისეთივე, როგორცაც მე ვუყურებ ხოლმე ყოველდღიურად, მაშინ როდესაც ვემგზადები, მაქვს დილის რუტინა, სახლიდან უნდა გავიდე და ვაკვირდები საკუთარ თავს სარკეში და არ ვფიქრობ, რომ ვაკვირდები მხოლოდ იმ სილამაზეს, რომელიც დაუშვათ სხვისგან შეიძლება არ გამომარჩევდეს, ან რაღაც მხრივ შეიძლება იყოს გამორჩეული. იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიღრმეა, ბევრი წელია რაც ამ დედამიწაზე დავაბიჯებ და 43 წელი ამასაც ღიად გეტყვით, არ არის ცოტა იმისთვის, რომ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ველაპარაკო ადამიანებს, გელაპარაკოთ თქვენ და ვილაპარაკო აბსოლუტურად გულწრფელად. Როგორც ვფიქრობ, როგორი ემოციებიც მაქვს, როგორიც ვარ რეალურად და თან ამ ყველაფერში ბუნებრივია ვერ გადავწევ უკანა პლანზე იმ ისტორიას, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ მე ეს არ მომწონს და არ დამიმსახურებია და გულისხმობ, რა თქმა უნდა, უსამართლო ტყვეობას, როცა რეჟიმმა ჩამაგდო ტყვედ გისოსებში, ესეც იყო ჩემი ფიქრისთვის ძალიან დიდი დრო და ვფიქრობ, რომ რაღაც მიგნებები, რომელთაც გამოვირჩევი, უნდა გაგაცნოთ თქვენს. ამ არხზე, მაშინ როდესაც თქვენ ჩართავთ და დაიწყებთ ჩემს მოსმენას თუ ყურებას, ვფიქრობ, რომ უნდა გაიგოთ ზუსტად იმ ბიჭის შესახებ, რომელიც თითქოს არავისგან განსხვავდება, მაგრამ არც ვინმეზე მეტია ან ნაკლები. ვფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილება, რომელიც დავაგროვე ამ 43 წლის განმავლობაში, საინტერესო შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის. მათ შორის მათთვის, ვინც ბევრჯერ დაეცა, ვინც ბევრჯერ გადაწყვიტა, რომ ადგეს, ვისაც ქონია უიმედობა, ვისაც ქონია იმედგაცრუება. ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება ყველასთვის შეიძლება იყოს საინტერესო და თუ დასვამთ შეკითხვას, თუ რატომ უნდა მიყუროთ, მე მარტივი პასუხი არ მაქვს. უნდა უყუროთ იმისთვის, რომ გადაწყვიტოთ შემდეგ ჯერზეც ჩართოთ, მოძებნოთ ჩემი არხი და ისევ მომისმინოთ. რაც შეეხება იმას თუ რა მოხდება, ალბათ დასვამთ კითხვას, რატო დავიწყე პოდკასტი ქუჩიდან, მტკვრის ერთ-ერთი სანაპიროდან, მაშინ, როდესაც უამრავ ადამიანს აქვს კომფორტული სტუდია, უამრავ ადამიანს აქვს ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ რაღაცაზე გესაუბროთ და რაღაცნაირად ფოკუსი ერთი თემიდან გადაგატანინოთ მეორეზე, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შიშველი ხელებით გავაკეთო ის, რაც ძალიან დიდი ხანი, არ ვიცი, იყო ჩემი ფიქრის მთავარი სამიზნე და ის ადამიანი, ვინც უნდა იყოს ახლა ოპერატორი, რომელსაც მე პოტენციურად უნდა ვუხდიდე ხელფას, არის ჩემი ძმა ნიჭიერი, მისი ანიმაციები კარგად იცით და ამაზე მე ცალკე ვილაპარაკებ სხვა ეპიზოდებში. იღებს ახლა იმას, რაც თქვენ თვალწინ არის და შეგიძლიათ უკვე ამ კუთხითაც იფიქროთ იმაზე, თუ ვინ ვარ, რანაირი ვარ, რატომ ვარ, რა მინდა, საიდან მოვედი და ასე და ასე შემდეგ. მთავარია, რომ ჩემთვის ეს გამოცდილება, რომელიც დაუშვათ ტელევიზიიდან, რადიოდან მაქვს და ბევრი წლის განმავლობაში დავაგროვე, არ იყოს ხელოვნური და ამასაც პირდაპირ გეტყვით, ვიცით ძალიან კარგად, რომ YouTube-ზე ის ადამიანები, რომლებსაც თქვენ უყურებთ, ალბათ განსაკუთრებულები არიან თქვენთვის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეძებთ გულწრფელ ადამიანებს, ნამდვილი ისტორიებით, ნამდვილი ემოციებით, ნამდვილი შეგრძნებებით და ამ მხრივ ჩემთვისაც უმნიშვნელოვანესია არ მოგატყუოთ, პირველი იმიტომ რომ სასტიკად ვერ ვიტანთ ტყუილს და მეორე
იმიტომ რომ გახსოვთ ის ტყვეობა, რომელზეც რამდენიმე წუთის წინ საუბრობდი, ჩემთვისაც არის მიუღებელი და ყველაფერი მართლა ყველაფერი, აი რას ვერ აპატიებდით ადამიანს და ღალატს. არა, ტყუილს ნამდვილად ვერ ვაპატიებდი, ვერც ვაპატიებ და არც ვაპირებ რომ ვინმეს ვაპატიო. უშუალოდ იმ ნაწილზე, რაც შინაარსთან არის დაკავშირებული, თუ ვინ შეიძლება ნახოთ, როგორი შეიძლება ნახოთ, სად შეიძლება ნახოთ, ვის შეიძლება მოусმინოთ და რა თემები შეიძლება იყოს, ამაზე პირდაპირ გეტყვით, რომ ახლა არ გიპასუხებთ, იმიტომ რომ ჩემთვის უმნიშვნელოვანესია რაღაცნაირად აი დავხატო ავტოპორტრეტი კადრების საშუალებით, საუბრის საშუალებით და დახმარებით და თავად მიხვდეთ და იგრძნოთ ის თუ რა შეიძლება იყოს ამა თუ იმ ეპიზოდის მთავარი თემა. არ ვიქნები შეზღუდული მათ შორის არც ინტერიერსა თუ ექსტერიერში, ნებისმიერ ადგილას შეიძლება ვნახოთ, ნებისმიერ ადგილას შეიძლება მომისმინოთ და ყველაზე მთავარია მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, რომ თქვენ გქონდეთ გარკვეული, აი არაპროგნოზირებადი ვარ, ხშირად ვამბობ ხოლმე და თუ არაპროგნოზირებადი ვარ, მაშინ რანაირად შეიძლება წინასწარ დავსახო გეგმა, რა უნდა იყოს ხვალ და ახლაც როცა ვმუშაობ, ანუ არანაირი ტექსტი არ დამეწერია დღევანდელი აი ამ ეპიზოდისთვის, არასდროს არ მიფიქრე იმაზე, თუ რა შეიძლება ადამიანს უთხრა წინასწარ, იმიტომ რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, ბავშვობიდან სხვათა შორის აი ამ სტერეოტიპების ტყვეობაში არსებული საზოგადოება გარკვეულწილად აკომპლექსებდა იმ თაობებს, რომელთაგან ერთ-ერთის შვილი მეც ვარ, ერთ-ერთი თაობის შვილი და მე ყოველთვის მქონდა პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად ჩემი უსაყვარლესი დედა, რომელიც ვფიქრობ, რომ დედებში ერთ-ერთი გმირი დედა, სულ მეუბნებოდა, რომ აი ხმამაღლა არ გაიცინო. ვიღაცისთვის შეიძლება შენი ემოცია არ იყოს გასაგები. მოდი აი აქ ცოტა თავი შეიკავე და რეალურად ის ადამიანი ვარ, ვინც თვლის, რომ და მართლა ასე ვფიქრობ, რომ არასდროს არც ერთ ემოციაზე ირიბად ადამიანს არ უნდა ესაუბრო. შესაბამისად, ისე მივდივართ იმასთან, რომ სიმართლე და მხოლოდ სიმართლე იქნება მთელი აი ამ ჩემი ანარეკლის, ჩემი პოდკასტის, ჩემი არხის, ჩემი ჩენელის, გავურიოთ სიტყვები, იმიტომ რომ ცოტა ჰეითიც ხომ მჭირდება. და მზად ვარ ამისთვისაც, მზად ვარ უკავშირისთვისაც, მზად ვარ რჩევებისთვისაც, მაგრამ ბევრი არ მოგივიდეთ, იმიტომ რომ ვიცი ვისგან რა რჩევა უნდა მოვისმინო და მივიღო. მოკლედ არ ვაპირებ კეკლუს, არ ვაპირებ ზედმეტად გაპრანჭვას, ორადორი საშუალება, რომელიც მაქვს, ნუ პრინციპში სამი შტატივი, ჩემი ტელეფონი, რომელიც დიდი შესაძლებლობებით არ გამოირჩევა და აქ შეიძლება იფიქროთ პოტენციურმა სპონსორებმა, თუ ვინ შეიძლება ამონათდეს აი ამ კადრში და ვინ შეიძლება იყოს ჩემი მხარდამჭერი, ახალი ნაბიჯის მხარდამჭერი, სიახლის მხარდამჭერი, რომელიც ერთ დროს ტელეწამყვანს, ჟურნალისტს გამოცდილების სახით შეიძლება კონდეს დაგროვებული და ახლა ამას ქმნიდეს როგორც საკუთარ პროდუქტს. არასდროს არ პირობას გაძლევთ ამ შემთხვევაში და მენდეს სიტყვაზე მე მიხვდებით, რომ არც ერთ სიტყვა არ მომიტყუებია, არასდროს რაღაც მოგონილზე არ დაგელაპარაკებით, არ მოგატყუებთ თქო ეს უკვე გითხარით, მაგრამ არ დამჭირდება ხელოვნურობა იმისთვის, რომ თქვენ იყოთ ჩემი გამომწერი, იყოთ ჩემი მაყურებელი და ამას ხშირად შეგახსენებთ და წინასწარ მომიტევეთ, იმიტომ რომ გამომწერები უმნიშვნელოვანესია ჩემთვის, იმიტომ რომ არხი რაღაცნაირად უნდა გაიზარდოს, უნდა გაჩნდნენ გულშემატკივრები, უნდა გაჩნდეს სივრცე ჰეითერებისთვისაც, იმიტომ რომ ისინი ჰეითის გარეშე ვერ ცხოვრობენ და ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ერთობლივად ყველაფერს შევძლებთ. რა თქმა უნდა, იქნება საინტერესო ისიც, თუ დაუშვათ რომელი სფეროდან შეხვდებით ადამიანებს და აი ამაზე სულ მაქვს პასუხი, რომ პირველი ეპიზოდი რადგან არის და რადგან გაცნობთ საკუთარ თავს, ამიტომ ვთავხედდები, ამიტომ გავკადნიერდი და ამიტომ გიყვებით საკუთარ თავზე, მაგრამ სხვა შემთხვევაში იქნებიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება უფრო მეტ საუბრობდნენ ჩემსავე არხზე, ვიდრე მე შეიძლება ვისაუბრო მათთან, იმიტომ რომ არის პირველი, იმიტომ რომ ვფიქრობ, საიდანღაც ადამიანმა უნდა დაიწყოს და დიახ, თუ დავსვამთ კითხვას, რას ემსახურება ეს არხი, ემსახურება ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთდროს ყოფილა უიმედო მაგალითად, ვინც ერთხელ მაინც შეუპყრია რაღაცნაირ ნიჰილიზმს, რაღაცნაირად იმედგაცრუება არ ყოფილა მისთვის უცხო და ამ ხრივ საინტერესოა, რომ ადამიანებს პირდაპირ გავუზიარო ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე ის გამოცდილება, რომელიც რეალურად დავაგროვე და კი გეტყვით, მქონდა კომპლექსებიც, იყო დრო, როცა არ მქონდა არც განათლება, იყო დრო, როცა არ მქონდა არც გამოცდილება, იყო დრო, როცა არ მქონდა არც პროფესია და ყველა ამ ეტაპზე თქვენ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა დროს, ხან იუმორით, ხან სიცილით, ხან ცოტა სევდითაც აუცილებლად მოგიყვებით, იმიტომ რომ მე სულ ვამბობ და აი მეგობრებთანაც როცა ვსაუბრობ, ვამბობ, რომ ვარ იმ კატეგორიის ადამიანი, ვისაც თუ ეტირება ტირის, თუ ეცინება იცინის, თუ მხიარულია და ამას ხედავს ყველა და ამას არ ჭირდება რაღაცა ჩარჩოები და ეს ყველაფერი უნდა შემოვამსხვიოთ. მაქვს იმის ამბიცია, რომ რაღაცნაირად ის სტერეოტიპული დამოკიდებულება, რომელიც გვაქვს ადამიანებს და რაღაც მომენტში საკუთარ კალაპოტში გვაქცევს, დავივიწყოთ, გადავხაზოთ, გადავდოთ გვერდზე, რაც შეეხება გარეთ გასვლას თუ არ ვიცი სტუდიაში შესვლას თუ ვიღაცასთან სტუმრად მისვლას თუ იმის აქეთ მოპატიჟებას, ნებისმიერ შემთხვევაში ვილაპარაკებთ ყველა იმ ადამიანურ, ასე ვთქვათ,
შტრიხებზე, რომელიც ყველას ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ერთი მხრივ და მე სულ ვამბობდა მჯერა რომ შემოქმედები საკუთარ ცხოვრებაში თავად ვართ, რაღაც ეტაპამდე არის აღზრდა, რაღაც ეტაპამდე არის გაზრდა, მაგრამ დგება ყველა ცხოვრებაში ის ეპიზოდი, როდესაც საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, მაგალითად მე მახსოვს ასაკს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ არ დავაკონკრეტებ რა არ მახსოვს უბრალოდ რომ ასაკში იყო, მაგრამ ვიყავი ძალიან პატარა და აი კარს რომ ვიხურავდი, დედაჩემის ფრაზე, რომელიც სულ დამზდევს თან რომ კარს რომ მოიხურავ, არ დაგავიწყდეს რომ იქ უკვე მარტო შენი სივრცე არ არის და არ არის მხოლოდ შენი კომფორტის ზონა. აქედან გამომდინარე, იფიქრე სხვა ადამიანებზე, პატივიესი სხვის აზრს და ამ მხრივ როგორც არ უნდა ჩანდეს, რომ მე მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, საკუთარი დამოკიდებულება, საკუთარი ხედვა, რაღაცნაირად საკუთარი გზა და დიახ ამ გზაზე მე ვარ საკუთარი ცხოვრების შემოქმედიც, მთავარი რეჟისორიც და შეიძლება მთავარ როლშიც მე ვარ. მინდა დაგანახოთ ის, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა თქვენზე მეტად უჭირთ ერთ მომენტში. თქვენზე მეტად დაუშვათ მძიმედ არიან, ფიქრობენ უამრავზე, შეიძლება ეს overthinking-იც ხელს ან ზღვარგადასული ფიქრი რაღაც მხრივ აბრკოლებდეს ადამიანს და სხვათა შორის მაშინ როცა პირველად დაიძრა აი ბუმი რომ ატყდა იუთუბერების და YouTube-ის ზოგადად ბევრმა ადამიანმა მითხრა, აი რატომ არ აკეთებ? კარგად მეტყველებ, გამოიყენე ეს შენი ძლიერი მხარე, გქონდეს შენ საკუთარი არხი, გველაპარაკე, მოგვიყევი სიამოვნებს და სულ რაღაცას ვიმიზაზებდი, ვამბობდი რომ არ მაქვს ტექნიკური შესაძლებლობა, არ მაქვს დაუშვათ სტუდია, ისეთი როგორც მე მინდა რომ იყოს, დაუშვათ იქ ვეძებდი მუდმივად კომფორტს და 1000 მიზეზს იმისთვის რომ რაღაცნაირად თავი ამერიდებინა და ბოლოს მივხვდი რომ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება თან YouTube გვიწყობს ამაში ხელს, ნებისმიერ დროს შეიძლება ადამიანმა შიშველი ხელითაც დაიწყოს საკუთარი საქმე და საკუთარი პრიზმიდან, ასე ვთქვათ, დაანახო ადამიანებს გარესამყარო. იპოვით იმედს, აღმოვაჩენთ იმასაც, რომ უიმედობის მერე არის ძალიან დიდი აღმასვლის ფაზა და აი ამ პროცესებში თქვენ ხართ ის მთავარი ადამიანი, ვინც საკუთარ ცხოვრებაზე არის პასუხისმგებელი. რეალურად რომ დავფიქრდეთ, ალბათ ფსიქოლოგები და სპეციალისტები ამასთან დაკავშირებით სხვა ეპიზოდებში მომეხმარებიან და მათ შევაფასებინებ იმას, რაც ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება. იმის თქმა მინდა, რომ თავად ადამიანი წყვეტს საკუთარ ბედს. ყოველ შემთხვევაში მისი ფორმირება შეუძლია და შეუძლია მინიმუმით ადამიანმა გააკეთოს ის, რომ ის გახდეს სხვისთვისაც საინტერესო. ამიტომ თუ როდესმე გიფიქრია ჟურნალისტიკაზე და არ გაგიმართლათ, თუ მაგალითად ჩემსავით მისულ ხართ უამრავ კასტინგზე, სადაც თქვენთვის უთქვამთ უარი, მიყურებთ იმ ადამიანს, ვისაც აი არ ვიცი, ვერ გეტყვით რამდენი 1000 წერილი მაქვს გაგზავნილი ამა თუ იმ კომპანიაში კონკრეტული ადამიანებისთვის და იქიდან პასუხი არ დამბრუნებია. მათ შორის, როცა თქვენ ხედავდით სხვადასხვა შოუებში, იყო გამართლებაც, თუმცა ყოფილა ისეც, რომ ყოფილა უდიდესი იმედგაცრუება, მაგალითად, როდესაც ფიქრობ, რომ რაღაც მოხდება კარგი და ამ დროს გიხურავენ გადაცემას, რომლის შემდეგაც შენ დაუშვათ ახალი საფეხურისთვის და ახალი გამოწვევისთვის ემზადებოდი. სახელებს და გვარებს არ გეტყვით, არა იმიტომ რომ მერიდება რომ ვინმეს სახელი მოგაწოდოთ, გითხრათ კონკრეტული ადამიანის შესახებ, მაგრამ რეალურად ამ შემთხვევაში მთავარი არის ის, რომ მე გავაგრძელე ცხოვრება, მე არ გავბოროტებულ ვარ, მაშინაც კი როცა ვიყავი თავად უსამართლობის მსხვერპლი და ვიყავი გისოსებში, სულ ფიქრობდი და სხვათა შორის სასამართლო პროცესებზეც მუდმივად ვიმეორებდი, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ემოციურ დონეზე ჩემთვის იყო ის, რომ ის ნიკუშა ბედნიერი კაცია, რომლითაც მე თავს ვიწონებ, არ მომეკლა საკუთარ თავში, არ გავბოროტებულიყავი, არ გამხდარიყავი ისეთი ადამიანი, რომელიც საკუთარი აი ამ სირთულეების გამო თავად გაფუჭდებოდა როგორც ადამიანი, შემდეგ გაბოროტდებოდა და მე სხვა ადამიანებისთვის დაიწყებდა ასე ვთქვათ ზიანის მიყენებას. აქედან გამომდინარე, აი როგორ გითხრათ, ახლაც ფიქრის პროცესში ვარ და უამრავი რამ მაქვს სათქმელი და თან ვფიქრობ იმასაც, რომ პირველ ეპიზოდში ყველაფერზე და ამომწურავად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ესეც ჩემი ავტოპორტრეტის შემადგენელი ნაწილია, რომ ყველა ის ემოცია, რომელიც ჩემში გაიღვიძებს, იყოს ნედლი და ვფიქრობ, რომ ნედლი ემოცია არის უმნიშვნელოვანესი თქვენთან კომუნიკაციისთვის, იმიტომ რომ შესაძლოა პირისპირ ჩვენ არ ვიყოთ, მაგრამ მაშინ როცა ჩართავთ ამ არხს, უნდა იცოდეთ ზუსტად, რომ თქვენ გესაუბრებათ ადამიანი, რომელიც ვერ იტანს ტყუილს და ამას ბევრჯერ გავიმეორებ, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე მე საკუთარ თავზე აღარ მოგიყვებით, შევეცდები, რომ უბრალოდ გაგაცნოთ საკუთარი ხედვები, საკუთარი დამოკიდებულება და როცა თქვენ უკვე იქნებით ჩემი გამომწერები, თუ უკვე არ ხართ და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გამომიწეროთ, თავად დააკვირდებით არხის განვითარებასაც
წარმატებასაც, წარუმატებლობასაც და რაც ყველაზე მთავარია, ეს სულ მინდოდა მე თქვა, თუ სადმე დამინახავთ, იცოდეთ რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი მეგობარი გყავთ თუ ცოტა, კარგი თანამშრომლები გყავთ თუ ცოტა, შეგიძლიათ უამრავ ადამიანს ელაპარაკოთ ამა თუ იმ თემაზე თუ არა, ნებისმიერ დროს თქვენ თუ ჩათვლით საჭიროდ, რომ ჩვენ შორის შესაძლოა დიალოგი შედგეს, გელოდებით, სიამოვნებით გისმენთ, სიამოვნებით დაგითმობთ ჩემს არხს და სიამოვნებით გესტუმრებით ან პირიქით დაგპატიჟებთ ჩემთან სტუმრად, არ ვიცი, ქუჩაში, არ ვიცი, სადარბაზოში, არ ვიცი, სად, იმიტომ რომ რაღაცნაირად ვითარება ქვეყანაში ისეთი გვაქვს, რომ თითქოს დაკარგულები ვართ, დროში დაკარგული ადამიანის ემოციებით მოძრაობ, დროში დაკარგული ადამიანის ფიქრებით ვარ და მინდა რომ აი ზუსტად იმ რეალობის ამსახველი იყოს ეს არხი და შესაბამისად ეს პოდკასტი, რომელშიც როგორც გითხარით, უამრავ თემაზე გავამახვილებ ყურადღებას. კიდევ ერთი და რაც არ მინდა გამომრჩეს. იყავით მზად ყველაფრისთვის, იმისთვისაც კი რასაც ჩემგან ალბათ ვერ წარმოიდგენთ და რატომ ამას სხვადასხვა ეპიზოდებში ნახავთ და აი სტუმრებთან დაკავშირებით არ დავასრულე ნებისმიერი სფერო, აი ყველაზე სუსტი მაგალითად ვარ სპორტში. არ გამოვირჩევი არც მეცნიერების მხრივ არ არის ჩემი ძლიერი მხარე ციფრები, რიცხვები, გეომეტრია, ფიზიკა, მათემატიკა და ზოგადად ეს ის საგნებია, რომელსაც ძალიან ბევრ დროს უთმობდი, ძალისხმევად დიდი მჭირდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანიტარული საგნები იყო ჩემთვის კომფორტის ზონა, ამის მიუხედავად შევეხები ყველაფერს, იქ სადაც მაქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რა თქმა უნდა, პირს არ დავხურავ და ენას არ გავაჩერებ, მაგრამ იქ სადაც არც მე მაქვს გამოცდილება, ბუნებრივია მოусმენ იმ ადამიანებს, ვინც იმსახურებს პატივისცემას, ვინც იმსახურებს სიყვარულს და რაც ყველაზე მთავარია, ალბათ დღევანდელ დღეს არავისთვის არაფერია გასაკვირი, იმიტომ რომ ყველას გვაქვს ეს гаджеტები, ყველასთვის ხელმისაწვდომია გარესამყაროსთან კომუნიკაცია სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა შინაარსით, სხვადასხვა საშუალებით. ჩემს შემთხვევაში თუ რა უნდა იყოს განსაკუთრებული, პასუხი არის მარტივი. არც ერთი ადამიანი ერთმანეთს არ გავს, ამას სხვათა შორის ქართულის მასწავლებელი, რომელსაც ძალიან ვემადლიერები ბავშვობიდან, სულ აი ესე ხაზგასმით ან არ დაგავიცლათ 82-იანი ვარ და იმ დროს ასე ხმამაღლა ასე თემებზე არავინ საუბრობდა და სულ მეუბნებოდა, რომ სულ გახსოვდეს შენ ხარ შენ, არასდროს დაემსგავსო ვინმეს და ილაპარაკე ის, რასაც რეალურად გრძნობ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უნდა გამოიწეროთ ჩემი არხი და არ მომწონს ეს გადასვლა, ბუნებრივი არ არის. ჩემი მთავარი მიზანია ჩემს პროფესიასთან ახლოს მყოფ ადამიანებს დავანახო, რომ სრულიად უარაფრად შეიძლება ადამიანმა, აი ნახეთ, მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც ამბობს, რომ აი მე დავიწყე ბიზნესი ორი ბოთლით. მე რაღაცას ყველა ვაკეთებდით რაღაცას და ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ეპიზოდია, ამასთან პატარა მინიშნებას მოგცემთ, მოკლედ იყო ერთგვარი მოწყობილობა, დაზგა, მოდით დავარქვათ ასე, რომელზეც აი ესე გრეხტი, აი წვრილ მავთულს რომელიც მოთავსებულია შამპანურის ბოთლზე, აი ეს რკინა ხომ იცით ესე რომ უნდა გახსნა და შემდეგ ის საცობი ამოაძრო, აი საცობზე რომ რკინაა და აი თითები დასერილი მქონდა და სკოლაში რომ მივდიოდი ხოლმე, ყოველთვის მსხვენოდა რომ აი რას იფიქრებენ, მე მეკითხებოდნენ რა გჭირს თითებზე და ნუ მეც, ჩემი ძმაც, დედაჩემიც იყო ესეთი დრო, აი იმ ბნელ 90-იანებში, რომელსაც ხშირად ვიხსენებთ ხოლმე და გარკვეულწილად ბევრი რამ შეიძლება იყოს ინსპირირებული, აი არ ვიცი, წარსულიდან, შეიძლება წარსული თავადვე იყოს შთაგონება მომავლისა და მე ის ადამიანი ვარ, ვინც ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ აი აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა, ვიმეორებ ბუნებრივია ამ სიტყვას, არ არის ეს ჩემი ინტელექტუალური საკუთრება და ამდენად არ ვიცი, თუ კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ პასაჟს, რომელზეც უკვე მქონდა საუბარი, თუ ერთხელ მაინც თქვენ დაცემულ ხართ და ჯერ არ გიპოვნიათ გზა, კალაპოტი, ბილიკი, რომელზეც ისე უნდა დადგეთ, ხრებში უნდა გაიშალოთ, მე ვფიქრობ, რომ ასეთ ადამიანებს განსაკუთრებულად დიდ მოტივაციას მოგცემთ, იმიტომ რომ სულ მეუბნებიან, რომ აი რაღაც გაქვს ის უდიდესი ენერგია, რომელიც შთამბეჭდავია ერთი მხრივ და მეორე მხრივ ადამიანს აძლევს რაღაც აი ახალის დაწყების შესაძლებლობას და რაც მთავარია საშუალებას რომ იპოვოს ის რესურსი, რითაც ახალ საქმე შეიძლება ადამიანი შეეჭიდოს. იმედგაცრუება ჩემთვის არასდროს ყოფილა დამაბრკოლებელი და სხვათა შორის სულ ვიმეორებ, რომ ჩემთვის იმედგაცრუება არის აი რაღაცა გამოფხიზლების ფაზა და მაშინ როდესაც ჩემს ცხოვრებაში რა თქმა უნდა მრავალჯერ ყოფილა უკვე ვახსენე კიდეც რომ აი უამრავი CV მაქვს გაგზავნილი უამრავ კასტინგზე, სადაც აი ვიცოდი რომ ჩემი
ბევრი ძლიერი მხარე მქონდა, მაგრამ ჩემზე ბევრად სუსტია უყვანია, თუმცა მათთვისაც ყოველთვის მისურვებია წარმატება. არის ფიქრობ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ მე ყველა მიყვარს და ყოველთვის მიყვარს. ერთადერთი რამ, რაც არასდროს მავიწყდება, არის ის, რომ პატივისცემა უნდა მქონდეს ნებისმიერი აზრის, ნებისმიერი განსხვავებული აზრის და ნებისმიერი ადამიანი და ის, რომ ადამიანები მაგალითად საუბრობენ ძალიან ხშირად ჩემი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომელიც მე ასევე არ დამიმალავ სოციალური ქსელის საშუალებით და ყოფილა უამრავი დაუშვათ ეპიზოდი, როცა ადამიანები გაოგნებულან, რომ რატომ თუ კომპეტენცია აქვს, თუ აქვს გამოცდილება, თუ აქვს ნიჭი, რატომ აქვს ეს რეალობა და საქართველოში ალბათ ეს არავის გაუკვირდება, იმიტომ რომ ეს ქვეყანაა, საიდანაც უამრავი ადამიანი წავიდა სხვადასხვა დროს, ზუსტად იმიტომ, რომ მათ ვერ შეძლეს საკუთარი, თვით რეალიზაციასთან დაკავშირებით მათ ჰქონდათ პრობლემა და უამრავმა ნიჭიერმა ადამიანმა გაგვაცნო ან შეგვახსენა საკუთარი სახელი უკვე მას შემდეგ, რაც მათ დატოვეს ჩვენი ქვეყნის საზღვრები. რა თქმა უნდა, ვისურვებ, რომ მეც არ ვიყო ერთ-ერთი მორიგი ადამიანი, ვინც აი ამ გაუგებრობის გამო, რომელშიც ახლა არის ჩვენი ქვეყანა, უეცრად აღმოჩნდე თუნდაც ევროპაში, თუნდაც ინგლისში, თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწორედ აქ შევძლო იმ საყვარელი საქმის კეთება, რომლითაც არ ვიცი, აგურს თუ არა, აგურის მეოთხედს მაინც დავდებ ჩემი ქვეყნის განვითარებაში და ამ ხრივად საკმაოდ ამბიციურია ჩემი ჩანაფიქრი, ჩემი წამოწყება და ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთო, თუნდაც იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა მიიყურებთ, რომლებიც მისმენთ, თუნდაც მცირედით გაგიმარტივოთ ის გზა, რომელზეც შესაძლოა შეგხვდეთ სირთულეები. მინიმუმ ყავდეთ თანამოაზრე, მინიმუმ ყავდეთ ადამიანი, რომელიც ყოველთვის მოგისმენთ და ყოველთვის დაგეხმარებათ გადაჭრათ ამა თუ იმ ფორმით ესა თუ ის პრობლემა, რომელიც ალბათ ბევრი იქნება. თავარია ის ღიმილი გქონდეს განწყობა და აი ამ კუთხით მე თავად ვიქნებოდი სიამოვნებით ნებისმიერი ფსიქოლოგის გამოცდილი ფსიქოლოგის რესპონდენტი, რომელიც აი მკითხავდა, რომ მაგალითად რა მაძლევდა мотиваციას მაშინ, როდესაც უსამართლოდ ვიყავი გამოკეტილი გისოსებში და ვიყავი რეჟიმის ტყვე და რანაირად მივდიოდი გისოსებიდან, სივრციდან, საიდანაც არ ჩანდა ცა, საიდანაც ვერ ვხედავდი მზეს. მით უმეტეს მე ის ადამიანი ვარ, ვინც აი ამ ესთეტიკით ტკბება, ვისაც უყვარს ხედები, ვისაც უყვარს აი ჩამოჯდომა მტკვრის პირას და ამ შემთხვევაში არ ვიფიქროთ, რომ ვიყენებ უბრალოდ მართლა მტკვარი ჩანს და მართლა ძალიან სასიამოვნო ხედია, შემიძლია საათობით ვიჯდე, დავაკვირდე, მზის ჩასვლას, მზის ამოსვლას, ვიფიქრო ძალიან ბევრი და ამ ხრივ აი ეს ფუფუნება მე არ მქონდა ტყვეობაში და წარმოიდგინეთ ელემენტარულად ძმა, რომელიც ახლა იღებს ამ კადრს, ის მენატრებოდა, რომელიც არ მყავდა ნანახი უკვე 4 წელი, იმიტომ რომ იყო ემიგრაციაში, დედა, რომლის გარეშეც მე არ მიცხოვრია არც ერთი წამი და არ ვფიქრობთ, რომ ეს არის სევდა, თვითირონიით, რა თქმა უნდა, უამრავს გაგაგებინებთ და ალბათ უფრო მარტივადაც. ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები რატომ საუბრობ ამდენს, გავდივართ იმ ფაზებს, რომელიც აი ხან გვაბნევს, ხანდახან არ ვიცი, გვამძიმებს და კითხვა, როდესაც დამისვამს, აი რა თავად ვეკითხები საკუთარ თავს, აი რატომ ან რანაირად ვიყავი გისოსებიდან მიმავალი ეტაპით სასამართლოში იმ განწყობაზე, რომ ერთ-ერთმა ჩემმა უსაყვარლესმა მეგობარმა ბუკაკომ მითხრა, რომ აი სასამართლოში მოვდიოდი, ისევ იმიტომ, რომ შენგან ამეღო ის დამაიმედებელი მუხტი, ის ენერგია რაღაცნაირად ვიცოდი, რომ იქნებოდა გადამდებიო და ეს კითხვა მეც მაქვს და ალბათ ოდესმე ერთ-ერთ ეპიზოდში პასუხს მივიღებ, რა ფსიქოლოგიურ პროცესს გავდიოდი, ან დაუშვათ ერთი საფეხურიდან მეორე საფეხურამდე აი იმ შუალედში რა გარდატეხა მოხდა დაუშვათ ემოციური ჩემში ისეთი, რომ წამით არ მიფიქრია იმაზე, რომ ეს უსამართლობა შეიძლება გაგრძელებულიყო უფრო დიდხანს და ყოფილიყო უფრო მტკივნეული, დაუშვათ უფრო აწეულიყო, ასე ვთქვათ, ჩემი ემოციური ფონი და დაუშვათ არ გამქრალიყო. საბოლოო ჯამში მე მაინც მჯერა კეთილი ადამიანების, მჯერა სიკეთის და მჯერა ზუსტად იმისაც, რომ თუ ეს სიკეთი არის უანგარო, რაღაცნაირად კანონზომიერებასთან არის თავსებადი და შესაბამის შედეგებსაც მოიტანს, ამიტომ მგონია, რომ მე არ დამჭირდება ზედმეტი თხოვნა იმისთვის, რომ ბევრჯერ უნდა გაგიმეოროთ, რომ აი უნდა გამომიწეროთ, უნდა დამაფოლოვოთ, თვალყური ადევნეთ, ჩართეთ ის ზარის ღილაკი თუ ასე და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ მთავარია ვიყო ის, ვინც ვარ მეგობრებთან, ვინც ვარ ოჯახში, ყველაზე კომფორტულ გარემოში და ვიყო მოგონილი, არ ვიყო არასდროს, ვიყო ნამდვილი და თუნდაც ვიყო გამაღიზიანებელი, არ მოგატყუოთ და გითხრათ შიშველი სიმართლე. ეპატაჟს არ გპირდებით, იმიტომ რომ არ მიყვარს ეს და ზოგადად არ მიყვარს აი რაღაცნაირი შეთითხნილი, მოგონილი, არა მარტო სარჩელები, არამედ
სიყვითლეც თუ კი ის ხელოვნური, ანუ არ მომწონს და მე ამ შემთხვევაში არ ვარ ის ადამიანი, რომელიც სკანდალებისკენ არის მიდრეკილი, მაგრამ ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, ნებისმიერს გარდა იმისა, რომ გთხოვთ, რომ მომმართოთ, თუ კი დაგჭირდებათ ჩემთან საუბარი, დაგითმობთ რა თქმა უნდა ჩემს არხსაც, მაგრამ ნებისმიერ გამულელთანაც შეიძლება მოვიდე, იმიტომ რომ უბრალოდ ჩავთვალო, რომ საინტერესო ადამიანი ხართ, ან უბრალოდ გქონდეს თქვენზე ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ საქმით ხართ დაკავებული და ჩავთვალო, რომ საჭიროა თქვენზე იცოდეს უფრო მეტმა ადამიანმა და მგონია, რომ ამ სიმაღლეს დავიპყრობ ძალიან მალე და შევძლებ საკუთარი არხის საშუალებით ვესაუბრო გარე სამყაროს და არა მხოლოდ საკუთარი თავი და შესაძლებლობები, არამედ სხვა ადამიანების გავაცნო. სანაპიროდან გადმოვინაცვლეს სკვერში, რომელიც ყველა მიხვდებით, რომელიც სკვერია და ამიტომ ბევრს არ ვისაუბრებ. მარტივად გადაწყდა, რომ ეს არის არხი, YouTube ჩენელი ნიკუშა და პოდკასტიც არის ზუსტად ამ სახელწოდების. ნიკუშა ქართულად და ლათინურად ზუსტად ისე როგორც გესმით, შეგიძლიათ მოძებნოთ ყველა სივრცეში, Instagram, Facebook, TikTok, ნიკუშა ჰეპი კაცია ან ნიკუშა ბედნიერი კაცია. რაც შეეხება უშუალოდ შინაარსს, ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ უნდა გავამახვილო ყურადღება იმასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ვიცი გაჩნდება კითხვები, იქნება თუ არა პოლიტიკა, ან როგორ არ უნდა იყოს პოლიტიკა, მაგალითად იმის გათვალისწინებით, თუ როგორი წარსული მაქვს და ის 9 თვიანი ტყვეობა არსად გაქრება, რომელიც დაუმსახურებელია ნებისმიერ შემთხვევაში და რეჟიმის მხრიდან დაფუძნებულია ტყუილზე. მაგრამ ამ შემთხვევაში მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც მაგალითად საუბრობს ტრაგედიაზე ძალიან დრამატულად და რაღაცა ეს პათეტიკა არ არის ჩემი თანმიმდევრები, მიუხედავად იმისა, რომ სულ ამბობ ხოლმე ორი დრამა მინდა და მიყვარს რაღაცების გაზვიადება, ამ შემთხვევაში ამით არ ვიქნები გამორჩეული, იმიტომ რომ მგონია, რომ ყველა სირთულე გვაწრთობს, ყველაფერი არის გამოცდილება და ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი, რომ ადამიანები ისედაც რთულ რეალობაში დაგზაფროთ, დაგამძიმოთ და რაღაცნაირად მოგცეთ ფიქრისთვის კიდევ ერთი კალაპოტი. ამდენად ის ადამიანები, რომლებიც მირჩევდნენ, რომ აი არ შეეხო პოლიტიკას, არ გეყოლება სპონსორი, ეს უნდა ნახოს ბევრმა, თუ უნდა ნახოს ცოტამ, ჩემი გადაწყვეტილება ასეთია, რომ იმ კონცეფციის გათვალისწინებით, რომელზეც მე გიყვებოდით რამდენიმე წუთის განმავლობაში, თუ კი ვამბობ იმას, რომ თავარია გითხრათ სიმართლე და არ მოგატყუოთ და რეალურად ნდობის ფაქტორს ჩემთვის აქვს უდიდესი მნიშვნელობა, მით უფრო ტყვეობის შემდეგ, თუ ამას გავითვალისწინებ, უამრავი ადამიანი, რომელიც მხვდება ქუჩაში, ყოველი ფეხის ნაბიჯზე თუ არა ყოველ მესამე ნაბიჯზე ძალიან დიდ სითბოს და სიყვარულს გამოხატავს და რაღაცნაირად სულ მიმეორებენ, რომ გენდობით, გაკვირდებით, გისმენთ, გელოდებით და ამ მხრივ ალბათ ორმაგია ის პასუხისმგებლობა, რომელიც სულაც შესაძლოა არ მიდოდა, რომ ესეთი მძაფრი ყოფილიყო და ჩემს მხრებზე აღმოჩენილიყო, მაგრამ როგორც გადაწყდა, ისე გადაწყდა. არანაირ სირთულეს არ გავურბივარ არასდროს და ამ შემთხვევაში მთავარია, რომ აი ეს ჩემი თქვენთან კომუნიკაცია ნაღდი, მარტივად ვიტყვი, იყოს ნაღდი და არ იყოს რაღაც აი გამოგონილი. თუ კი ვსაუბრობ იმაზე, თუ ვინ მინდა იყოს ჩემი მაყურებელი, მინდა იყოს ჩემი მაყურებელი ზუსტად ისეთივე, როგორიც ვარ მე. შესაძლოა თქვენ ამ ფორმით ასე არ გამოხატოთ და არ ისაუბროთ ყველაფერზე, როგორც მე მჩვევია, იმიტომ რომ სულ ამბობ ხოლმე, რომ აი ცოტა გიჟი. სულ ამბობ, რომ ცოტა არაპროგნოზირებადი, მაგრამ კი თუ მეცეკვება უნდა ვიცეკვო, თუ მომღერება უნდა ვიმღერო, თუ მინდა გავშალო ხელი უნდა გავშალო, თუ მოვიფხან თავს და ასე შემდეგ. და არ ვჩალიჩობ, მოდით პირდაპირ გეტყვით, YouTube-ზე როგორც მოსულა, იმაზე რომ მყავდეს ბევრი მაყურებელი. მინდა მყავდეს ზუსტად ისეთი მაყურებელი, აი როგორი საერთო ინტერესები შეიძლება აღმომაჩნდეს ამა თუ იმ ადამიანთან. იმ პრინციპის გათვალისწინებით, როგორც მაგალითად საკუთარ ცხოვრებაში ვიპოვე მეგობრები, სხვათა შორის აი ამ უსამართლობის ფონზე დავკარგე ძალიან ბევრიც, თუმცა აღმოვაჩინე ისეთები, რომლებმაც აი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს როგორც ჩემს გულში, ასევე გონებაში. აი ზუსტად ამ პრინციპების გათვალისწინებით ვიწყებ იმ სიახლეს, რომელსაც ქვია ნიკუშას YouTube არხი, ნიკუშას პოდკასტი, რომლის სახელიც არის ნიკუშა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, გადააზიაროთ ეს ვიდეო და მომეხმაროთ რაღაცნაირად საწყის ეტაპზე, აი მინიმალურით, რომ ეს საუბარი, ჩემი ხედვები და დამოკიდებულება იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და რაღაცნაირად არ ვიყო მარტო ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ესაუბრება. მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. ნახვამდის.